პრეზენტაციას თემაზე MHC პირველი კლასის მოლეკულის დეფიციტზე, რომელიც საკმაოდ იშვიათი დაავადება არის და პირველ რიგში განვიხილავ ზოგადად MHC მოლეკულის არსს და მექანიზმებს, რომ უკეთესად გავარკვევთ პათოლოგიურ პროცესში. ზოგადად MHC პირველი და მეორე კლასის მოლეკულები ადამიანში ქმნიან HLA ანტიგენებს და ისინი განაპირობებენ ადამიანში ქსოვილის ტიპს. ესე იგი, ისინი ხშირად ხვდებიან T და B ლიმფოციტებზე, მაკროფაგებზე და სხვა მონოციტურ უჯრედების ხაზებში. დანარჩენ უჯრედებზე ისინი ნაკლებად ექსპრესირებულია. თითოეული ინდივიდი გამოხატავს ძირითადად სამი ტიპის პირველ კლასის მოლეკულას, არის HLA-A, B და C. ისინი არის ჰეტეროდიმერული გლიკოპროტეინები, რომლებიც შედგებიან ამ შემთხვევაში MHC პირველ კლასს განვიხილავ შედგებიან ალფა სუპერთეულისგან და ბეტა 2 მიკროგლობულინისგან. აი ჩვენ ვხედავთ აქ ალფა სუპერთეულებს და ბეტა 2 მიკროგლობულინს. და ესე იგი ალფა სუპერთეულები ანუ მათი მაკოდირებელი გენები მე-6 ქრომოსომაზე HLA-ს რეგიონში მდებარეობენ, აი ჩვენ ვხედავთ ამ ნაწილს, ხოლო ბეტა მიკროგლობულინი კოდირდება მე-15 ქრომოსომაზე. ასევე მე-6 ქრომოსომაზე კოდირდება ტაპასინი, ანუ ცილა, რომელიც ეხმარება შემდგომ ამას განვიხილავ ანუ ტრანსპორტირებაში და ტაპს ეხმარება. ესე იგი ზოგადად ძალიან ვარიაბელური არის ეს ალფა ჯაჭვი, ამიტომაც პოპულაციაში ძალიან ბევრი პოლიმორფული სახე არსებობს HLA-სი და შესაძლოა ამიდან განპირობებული ქსოვილების განსხვავებულობა და თუნდაც არ შეთავსებადობა. ზოგადად აი ეს არის სქემა, თუ როგორ ხდება წარდგენა, ანუ MHC კლასის მოლეკულა არის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ დაეხმაროს იმუნურ პასუხს იმისთვის, რომ ანტიგენი შეიცნოს. და აქ გვაქვს მაგალითი თუ როგორ ხდება ანტიგენის წარდგენა, ჩვენ გვაქვს აი ვხედავთ MHC პირველს განვიხილავ ამ შემთხვევაში MHC პირველ კლასის მოლეკულა, რომელიც წარადგენს ანუ პეპტიდს, რომელიც არის ციტოზოლში დაშლილი პროტეაზებთან მიიღო ცილა, რომელიც აღნიშნავს უფრო პატარა პეპტიდებად და ციტოზოლში მესმერი მივიდა MHC-მდე, მაგრამ სანამ ის ექსპრესირდება უჯრედის ზედაპირზე, მან უნდა აიაროს გზა, ანუ ციტოზოლიდან, ასე ვთქვათ, ზედაპირამდე. და ამაში მას ეხმარება ასე წოდებული ტაპ გენები, ტაპ ცილები, აი ეს არის სტრუქტურა და თქვათ ვირუსული პროტეინები, რომლებიც არიან სინთეზირებული ციტოპლაზმაში, ისინი მერე იშლებიან დიდი პროტეოლიზური კომპლექსებით პეპტიდებამდე და ეს პეპტიდები მერე ტრანსპორტირებიან ციტოზოლიდან ენდოპლაზმურ ბადეზე. და ამ პროცესს ეხმარება ორი ტრანსპორტული პროტეინი, რომელსაც ქვია TAP1 და TAP2 და ეს ორივე ქმნის TAP-ის კომპლექსს, რომელიც არის ATP binding C transporter-ის ოჯახის წევრი. ეგეთი რადგან ახლა ეს განპირობებული იმით, რომ აქვს რეალურად ორი ნაწილი, ჰიდროფობული ნაწილი და ATP-ის დამაკავშირებელი ნაწილი. და ესენი ქმნიან ჰეტეროდიმერს. და როდესაც და ასევე TAP-ს კიდე აქვს ეგეთი ეხმარება PLC, ანუ peptide loading კომპონენტი, რომელიც განაპირობებს იმას, რომ სანამ MHC არ დაიდურდება ბოლომდე პეპტიდით, ის არ მიდის და არ ექსპრესირდება უჯრედის ზედაპირზე. და ესე იგი, ეს არის ზოგადი როდესაც პირველი გაჩვენებთ TAP1, როდესაც მიიმაგრებს, ანუ ზოგადად მიმაგრება პეპტიდის TAP-ზე არ არის ATP დამოკიდებული პროცესი, მაგრამ ეს ტრანსპორტი ATP-ს საჭიროებს, ამიტომ როდესაც TAP1 მიიმაგრებს პეპტიდს, ეს ინდუცირებს ATP-ის მიმაგრებას, ხდება ტრანსფორმაცია, იზომერიზაცია TAP-ის მოლეკულის და შემდგომ მეორე მოლეკულა ATP უმაგრდება TAP2-ს და საკმაოდ ენერგია იცავდება მისთვის, რომ მე ეს ტაპასინის დახმარებით ექსპრესირდეს უჯრედის ზედაპირზე. ახლა განვიხილავ ერთ-ერთ კლინიკურ შემთხვევას, რომელიც
პრაქტიკაში ქონდა. ეს არის ემიგრირებული ოჯახის ისლაევების შემთხვევა. ანუ ეს არის ორი შვილი ყავდათ, ტატიანა და ალექსანდრე. და ტატიანა ჯერ გამოვლინდა დაავადება ტატიანაში, როდესაც მას ის იყო შვილის პირველად მიიყვანეს ბავშვთა ჰოსპიტალში და მას ჰქონდა ძლიერი ბრონქოექტაზისი, ანუ ეს განმეორებული ინფექციების გამო დილატირებული ბრონქიტი იქნა, ანუ ბრონქები და ხშირი ხველება და ასევე მის ნახულში შეგვეძლო გვენახა მომყვითალო მომწვანო ფერი იყო მომყვითალო მომწვანო. შემდგომ ანუ ზოგადად ტატიანა 4 წლიდან უკრან იყო დაავადყოფდა და ხშირი რესპირატორული ინფექციების ზეგავლენის ქვეშ იყო. მის ასმას ეყავდა ძმა ალექსანდრე, რომელიც ასევე განიცდიდა ხშირ რესპირატორულ ინფექციებს და აწუხებდა ზემოთი და ქვემოთი სასუნთქი ტრაქტის მძიმე ინფექციები და მას ჰქონდა ასევე როგორც ტატიანას ბრონქიექტაზისი და მის ნახვალში ბევრი თქვათ ბაქტერიული წარმოშობის ნაწილაკები გვხვდებოდა. და ეს არის ბრონქიექტაზისის თქვათ სახეები, ანუ ერთმომავალი, ხოლო შემდგომი განსხვავებული პათოლოგიები, ანუ ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ დიდდება, დილატაცია ხდება ამ ბრონქის და ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრჯერადი ინფექციით. აი ეს სურათი არის ესეთი ჩაერთვა